ღია სტუდია დავით პაიჭაძესთან ერთად. გამარჯობა თქვენ უსმენთ ღია სტუდიას სამშაბათობით უძღვები მე დავით პაიჭაძე. წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმარს გიგა ხარებავა, ჭავჭავაძის ცენტრის კვლევარი. გამარჯობა. გიორგი ხარებავა უკაცრავ. გიგა ხარებავა კიდე სხვა არის. გიორგი ხარებავა, ბოდიში. გიორგი ხარებავა, ჭავჭავაძის ცენტრის კვლევარი. ჩვენ გვინდა ისევ და ისევ გადაცემა დავუთმოთ იმას თუ რა წერტილში რა მომენტში ვიმყოფებით ახლა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების, ჩვენი ბედის თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ყოველთვის ცხოვრება არ მიედინება რუტინულად და ეხლა სწორედ ეს ეპოქაა, ის დროა და არ ვიცით ეს დრო და მონაკვეთი ამ დროის არამხელა იქნება, როცა ეს არ არის რუტინული ყოფა. რუტინული გულისხმობ ისეც, რომელიც ზუსტად იცი რომ ახლო მომავალში არაფერში არ გადაიზრდება და იქნება ისეთი როგორც იყო ცოტა ხნის წინათაც, ხო? ამიტომაც რეგულარულად გავიაზროთ ის წერტილი ჩვენი ყოფიერების, პოლიტიკური ყოფიერების განსაკუთრებისა, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ და რამდენადაც ეს შესაძლებელია გავხედოთ შესაძლო პერსპექტივებს, მნიშვნელოვან ამოცანად მიმაჩნია გარდა იმისა, რომ მოქალაქეებს სჭირდებათ უტყუარი ინფორმაცია, მათ ასევე სჭირდებათ და თვითონ დარწმუნებული ვარ, წარმოშობენ კიდეც აზრებს, მიმართებებს, ანალიზებს. უბრალოდ ჩვენ გვაქვს ეს თქო უპირატესობა, რომ ეს გავაკეთოთ საჯაროდ და სხვების გასაგონადაც. მე სულ თანდამდეოს ბოლო კვირებია, როდესაც ვუყურებ ქართული ოცნების და ქართული ოცნებისადმი დაქვემდებარებული სტრუქტურების ქმედებებს საქართველოში, სულ თანდამდეოს შეკითხვა და ეს შეკითხვა არ არის რიტორიკული, ნამდვილი შეკითხვაა. მივდივართ თუ არა საბჭოთა კავშირში. და საბჭოთა კავშირი მივიღოთ მეტაფორად, როგორც არათავისუფალი ქვეყნის მეტაფორად და არა მაინც და მაინც როგორც გინა თუ არა ტოტალიტარული ან გინა თუ არა ავტორიტარული არსებობის ბოლო წლებში. ამას მნიშვნელობა არ აქვს. არათავისუფალ ქვეყანაში. იმიტომ ყველა ნიშანია სახეზე, როგორც იტყვიან, არათავისუფალი ქვეყნის კანონმდებლობა, არათავისუფალი ქვეყნის მსგავსება, ხელისუფლების კი არა, ანუ ძალოვანი სტრუქტურების ქმედება ასევე არაფრით არ გავს დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედი საპოლიციო თუ სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებას. იქ ახლა არ გვსმენია რომ რომელიმე აქციის აღკვეთისას ადამიანებს პიროვნულად არჩევენ საცემრად, განსაკუთრებით დაგემოვნებით სცემენ ქალებს და ამ ქალებს ზედაც კიდე მე აგინებენ ესეთი კაი წვნიანი ქართული გინებით, ხო? მაგრამ ეს ერთია, მეორე ასპექტი არის შტამპვა სასამართლო გადაწყვეტილებისა, რომელიც არც ერთხელ არ ყოფილა გამამართლებელი იმ პირთა მიმართ, ვინც შაშანდელი წლის ნოემბრის მიწურულიდან დააპატიმრეს. არც ერთის მიმართ არ დამდგარა ბოლომდე გამამართლებელი განაჩენი. ამავე დროს ცალკე თვალმისადევნებელია გლობალური პოლიტიკის ტენდენციები, როგორია ისინი და როგორი კონიუნქტურა ექნება ამას საქართველოში. ეს არის საკითხების წრე, რაზედაც გვინდა ვილაპარაკოთ. ეხლა გადავიდეთ ერთ კონკრეტულ კითხვაზე, რომელიც ასევე სულ დახვება ამ დროს, რა დროშიც ახლა ჩვენ ვართ. კერძოდ, ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანები გადიან საპროტესტოდ ქუჩაში, მაგრამ რახან ჩვენ ვერ ვხედავთ აი ამ გასვლის შედეგს, იმ შედეგს, რომლის დანახვაც მოქალაქეთა ნაწილს აუცილებლად უნდა, შეიძლება ჩვენ ვფიქრობდეთ, რომ ეს არის უნაყოფო და არასწორი ცვლები, რომ ქუჩაში გასვლას აზრი არ არის, გინ გასულ ხარ, გინს არა, მაინც არაფერი არ იცვლება. არის კიდე სხვა თვალსაზრისები. მე მინდა გკითხოთ თქვენი თვალსაზრისი ქუჩის პროტესტის ეფექტიანობის შესახებ. ღირს ამის გაგრძელება თუ არ ღირს? მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით. ლაპარაკი უკაცრავად.
ძალიან საინტერესო შესავალი იყო. მოგესალმებით პირველ რიგში, მევესალმებით თქვენს მსმენელს და მადლობა მოწვევისთვის. თქვენ დასაწყისში სწორად აღნიშნეთ, ჩვენ არ ვცხოვრობთ ჩვეულებრივ პოლიტიკურ რეალობაში. ჩვენ დიდი ხანია გავედით რუტინიდან და თუ დავაკვირდებით ოცნების პოლიტიკას, მას შემდეგ რაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამ მიმართულებით მივდიოდით ჩვენ მიზანმიმართულად ოცნების პოლიტიკას. ბოლო რამდენიმე წელია, როგორც მინიმუმ მივყავართ იმ წერტილში, რა წერტილშიც ახლა ვართ. სულ მინიმუმ 2018 წლიდან ეს ასეა. 2018-19 წლები არის ის პერიოდი, როდესაც ქვეყანაში მათ უბრალოდ მოკლეს პოლიტიკური დისკუსია. 2018-19 წლიდან თქვენ ვერ ნახავთ ეგრეთ წოდებულ სამთავრობო არხებზე ქართული ოცნების წევრებისა და მათი მოწინააღმდეგეების დებატებს და ანალოგიურად თავისუფალ მედიაში მიუხედავად იმისა, რომ ისინი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ მოეწვიათ ოცნების წევრები თავიანთ სტუდიაში და დებატებზე დაეყოლიებინათ, მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. ამით იმის თქმა მინდა, რომ იმ წერტილში რა წერტილშიც ახლა ვართ ოცნება მიზანმიმართულად მიდიოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ეს გეგმა წლებია მუშაობს. კარგად დაწყობილი სისტემა, რომლის ერთ დღეში და ორ დღეში დაანგრევა და ჩამოშლა ჩემი აზრით არის წარმოუდგენელი. აი ამ პროტესტების შემდეგ ჩვენ რაც გვაქვს, არის ძალიან ხელშესახები. გვაქვს ძალიან მარტივი მოცემულობა, რომ ოცნება დღეს მიუღებელია არა მარტო ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, არამედ ოცნება მისი პოლიტიკის გამო უკვე მიუღებელია დასავლელი ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორებისა და დასავლელი მეგობრებისთვისაც. რაც არ იქნებოდა ამ მასშტაბის, რომ არ ყოფილიყო საქართველოს მოქალაქეების ის რეაქცია, რა რეაქციას მივიღეთ იმ 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ. 28 ნოემბრის გვიან ღამე იყო. ღამის 11 საათი. დიახ, აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ქუჩის პროტესტს ყოველთვის აქვს იმის პოტენციალი, რომ ქვეყანაში გარკვეულწილად აცოცხლოს პროტესტი, აცოცხლოს პოლიტიკური მოვლენები და ქართული ოცნება, ასე ვთქვათ, ყავდეს წნეხში. ამავდროულად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველო მუდმივად არის საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში, რაც ბუნებრივია ჩვენი სანაკრებისთვის. აი მაგის კითხვა მინდა ზუსტად, ყურადღების ცენტრშია თუ ყურადღების პერიფერიაზეა? გააჩნია რამდენად აქტიური იყო პროცესი პროტესტის აქტიურ ფაზაში, ცენტრშიც კი ვიყავით აღმოჩენილი, ახლა შედარებით ბუნებრივია ჩაგვანაცვლა სხვა ისეთმა მნიშვნელოვანმა თემებმაც, მაგალითად როგორიც არის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა ამერიკის შეერთებული შტატებისა, იქნება ეს უკრაინა, იქნება ეს ევროპის ქვეყნებთან მიდგომა, თუ იქნება ეს მისი საგარეო პოლიტიკა აზია წყნარი ოკეანის რეგიონის მიმართ, ჩრდილო კორეა უკრაინაში, მოკლედ ძალიან ბევრი თემა, რამაც გადაგვფარა, თუმცა ეს პროტესტი რომ არ იყოს, ჩვენ ამ პერიფერიაშიც არ ვიქნებოდით ჩემი აზრით. აქ ახლა უკაცრავად საკითხის ესე დასმისთვის და რიგში უნდა ვიდგეთ, როდის მოვა ჩვენკენ მსოფლიო პოლიტიკის და მედიის ყურადღება, თუ შეიძლება აი ესევე დავრჩეთ კარგახანს ყურადღების პერიფერიაზე, პოლიტიკის პერიფერიაზეც და ისედაც ახლა საქართველოს ვიღაცა შეიძლება ქვეყნიერების ჭიპი გონია, მაგრამ ჩვეულებრივ მოქალაქეებმა ვიცით, რომ ასე არ არის და ამნაირი ქვეყნის დავიწყება შესაძლებელია, ხო? ქართულში არის ეგეთი გამოთქმა, ღვთისგან და კაცისგან დავიწყებული და ყოფილა ჩვენს ისტორიაში ეგეთი პერიოდები, როცა ღვთისგან და კაცისგან ვიყავით დავიწყებული. ეხლა ის რომ გადავრჩით შეიძლება ოპტიმიზმს გაძლევდეს, მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ აქ და ახლა და როცა ცხოვრობთ, მაშინ გვინდა რომ ქვეყანას წარმატებული ვიხილოთ, საზოგადოებაც წარმატებული ვიხილოთ. მოკლედ, მე მინდა გკითხოთ, რა მიგაჩნიათ დღეს, გასაგებია რომ ეს არის პარტია ქართული ოცნება, მაგრამ ქართულ ოცნებას დაქვემდებარებულ ძალებს შორის რა რომელი ძალა მიგაჩნიათ ყველაზე უფრო სახიფათოდ დღეს საქართველოსთვის? ყველაზე მეტ დამაბრკოლებლად დემოკრატიისაკენ შემოbrunებისთვის. ჩემი აზრით თვითონ ოცნება ასეთი,
პარტიას ამბობ. უფრო თამამიც ვიტყვი და უფრო თამამიც ვიქნები და ვიტყვი რომ ერთი კონკრეტული ადამიანია ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა, რომელიც მართავს აი ამ პარტიასაც ვერ დაუძახებ ამას. მე თვითონ პარტიები მიკვლევია, ვიცი პარტიები როგორი ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა ქონდეთ, მათ როგორ უნდა იმართებოდეს ეს პროცესები, არანაირ სტანდარტებში ოცნება როგორც ქართული ოცნება როგორც პარტია არ ჯდება. ის არის რაღაც ერთ ბელად დაქვემდებარებული ადამიანების რაღაც თუ იტყვით რომ საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არსებულ პარტიებისგან დიდად განსხვავდება სახელმწიფო პარტიებისგან. ხო, დიდად არ განსხვავდება ცხადია, თუმცა 30 წელია დამოუკიდებლები ვარ და ჩვენი როგორც მოქალაქეების როგორც მოქალაქეთა კავშირი ნაცნობრობა რაღაცით ან ფორმალური სტრუქტურით წაგავს. გააჩნია პარტიებს ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში იყო მიხეილ სააკაშვილი, არის დღემდე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც აქვს ქარიზმა, პოლიტიკური კაპიტალი, რაც რიგით ამომრჩეველს ხშირ შემთხვევაში აძლევს იმის საშუალებას, რომ სიმპათიით გაენწყოს ამ ლიდერის მიმართ. ერთადერთი პარტია, რომელიც ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ კიდე არსებობს. გადარჩა დიახ, მოქალაქეთა კავშირისგან განსხვავებით და ეს შეუძლებელი იქნებოდა გარკვეული პარტიული ინფრასტრუქტურა, გარკვეული პარტიული სტრუქტურა რომ არ ყოფილიყო. ნუ არა საკმარისი, ცხადია ისეთი როგორც შეიძლება იყოს დასავლური დემოკრატიების სტანდარტების მქონე პარტია. თუმცა, ნუ მაინც ქართული ოცნება კი ერთადერთ რამეზე არის დამოკიდებული, ერთადერთი რამე არ ასულდგმულებს ამ პარტიას, ეს არის ერთი კონკრეტული ადამიანი და მისი მილიარდები. რომელიც რომ მოაშორო ფინანსური რესურსები რო ჩამოაშორო, მე დარწმუნებული ვარ რომ ოცნება ძალიან მარტივად დაიშლება. რატო ხართ დარწმუნებული? ძირითადად მისი ავტორიტეტი დგას აი ამ საქართველოს სტანდარტებით გარკვეულწილად შეუზღუდავ ფინანსურ რესურსებთან, ოპოზიციის მხარეს არ არის მოდი სიცხადე შემოვიდაოთ. ის ხო თავისი ფინანსებით არ არჩენს და პარტიას თავისას. ცხადია, მხოლოდ თავის ფინანსებით არ არჩენს, მაგრამ მას რომ არ კონდეს ეს ფინანსები არ ექნებოდა საკმარისი პოლიტიკური წონა იმისათვის, რომ ეკონტროლებინა სისტემა, რასაც ახლა აკონტროლებს. შეგიძლიათ თუ კი ცხადია ფლობთ ინფორმაციას და შეგისწავლეთ ეს საკითხი ცოტა უფრო გაშლილად წარმოადგინოთ აი ეს მართლობის ეს ტიპი რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ. იმიტომ რომ მე არ მინდა მსმენელს დარჩეს ყურადღება რომ კი ივანიშვილს აქვს ფული და ეს ფული არის მაგია, ხო, რაღაცა მაგიური ძალა აქვს. არა, მაგიური ძალა არ აქვს, მას აქვს სრულად კონკრეტული ალბათ ნაკადები, მისამართები, ადრესატები ამ ფულის მიღების რის წყალობითაც თქვენ ამბობთ ივანიშვილი ინარჩუნებს ძალაუფლებას. შესწავლილი თუ გაქვთ ეგ ხო კარგი, თუ არა და რაღაც სხვა საკითხზე გადავიდეთ. კონკრეტულად ივანიშვილის ფინანსები არა, ფულის მეშვეობით მართლობა როგორ ხორციელდება? აი ამას ვკითხულობ. თუ კი ფულია ძირითადი სისხლი ამ მართლობის, ხო? თუ კი ფული ბრუნავს ჩვენი ესე იგი მართლობის სიზარღვებში, აი ეს აღწეროთ რა. დიახ, ეს ავტორიტარული რეჟიმები ძირითადად ეყრდნობიან რამდენიმე ჯგუფს. ასეთი ჯგუფები არიან ძალოვანები, სრულად დაქვემდებარებული სასამართლო და გარკვეული ეგრეთ წოდებული კრონი ბიზნესმენების ჯგუფი, რომლებიც ყველა ძირითად ბიზნესს აკონტროლებენ ქვეყანაში, მათ ბიზნესის კეთების და ფულის შოვნის უფლება აქვთ. აქედან გამომდინარე, რომ ისინი ლოიალურები არიან რეჟიმის მიმართ. თუმცა ამას აქვს გარკვეული ფასი. მაგალითად, ყოველი საარჩევნო წრის დაწყებისას მათ აქვს იმის ვალდებულება, ფორმალური თუ არაფორმალური, რომ ფული მივიდეს მართველ პარტიასთან, რომლის შემდეგ მნიშვნელობა აქვს შავი, თეთრი, როგორც არის, ფული უნდა მივიდეს მართველ პარტიასთან, რომელიც შემდეგ უნდა დაიხარჯოს აი ამ საარჩევნო პროცესებში, წინა საარჩევნო კამპანიაში, არა მარტო კამპანიაში, ვხედავთ არჩევნების დღეს ეგრეთ წოდებული კოორდინატორები და მსგავსი პარტიული ინფრასტრუქტურა, რომელიც ჟურნალისტების ერთ-ერთი საყვარელი საკბილო არის ხოლმე არჩევნების დღეს ამ ინფრასტრუქტურის გამართვას სჭირდება ძალიან ბევრი ფული. როგორ გინდა ეს მოშალობენ? ხო, ამის მოშლა ძალიან რთულია, მხოლოდ
თუ საკუთარ თავზე ვიქნებით დამოკიდებული ქვეყნის შიგნით. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა იპოვონ გამონახონ საერთო ენა, საერთო მიდგომა შეიმუშავონ, საერთო სტრატეგია შეიმუშავონ, თუ როგორ ვუპირისპირდებით ამას ქვეყნის შიგნით ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით და როგორ ველაპარაკებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას უჭერენ მხარს და საქართველოში დემოკრატიას გულშემატკივრობენ, რომ რაც შეიძლება დიდი ზიანი მივაყენოთ ჩვენ აი ამ ინფრასტრუქტურას, რომელიც აქვს იმ პარტიას, რომელიც ცდილობს, რომ რეჟიმი გააძლიეროს საქართველოში და დემოკრატია საბოლოოდ მოკლას. სანქციები ერთ-ერთი მექანიზმია ამისთვის, თუმცა სანქციები ასე ჰაერიდან არ მოდის, იმისთვის რომ სანქციები დაწესდეს, აუცილებელია რომ საქართველოსდან დემოკრატიულმა ძალებმა მნიშვნელობა არ აქვს ამაში მხოლოდ პოლიტიკური პარტიები არ უნდა იყვნენ ჩართული, უნდა იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, იგივე მკვლევარები, რომლებიც იკვლევენ კორუფციას, საგამოძიებო ჟურნალისტები, რომლებსაც ბევრი ინფორმაცია აქვს ამასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი უნდა გაერთიანდეს, რაღაც საერთო საკოორდინაციო ჯგუფი თუ უნდა შეიქმნას, უნდა შემუშავდეს გარკვეული სტრატეგიები. ის რომ გაერთიანება იქნება ეფექტიანი, ეს რაიმე წინასწარი შესწავლით არის დადგენილი თუ ეს თქვენი ვარაუდია მხოლოდ? ეს ჩემი ვარაუდიც არის და შეგვიძლია რაღაც სხვა ქვეყნების მაგალითზე დაკვირვებითაც ვაჩვენოთ, რომ იქ სადაც არის ერთიანობა, რეჟიმებს ყოველთვის უჭერთ. ჩვენს შემთხვევაში ერთიანობას რას ვეძახით? ეს შეიძლება ეგ სიტყვა მოგწონდეს, მაგრამ მე მგონი ის უნდა დაიტვირთოს მაქსიმალურად გასაგები შინაარსით რა. მოგესალმებით, თქვენ გასაგონთ კი არა უკაცრავად, მაგრამ რაღაცა სიტყვა სადღეგრძელო არის რა და ამ დროს ამ სიტყვას ხშირად მოიხმარენ, ხშირად გვესმის, ოღონდ გვესმის როგორც თავისთავად ნაგულისხმები და გასაგები რამ და არ არის ეგრე, არ არის ამ ერთიანობის შინაარსი, როგორც იტყვიან, არტიკულირებული, ანუ გასაგებად გამოთქმული არ არის, ვინ რას გულისხმობს ერთია, მაგრამ თუ კი ერთიანობა მიაჩნიათ ადამიანებს საჭიროდ პოლიტიკური წარმატებისათვის, მაშინ ის ფიქრობ უნდა აღიწეროს. დიახ, ცხადია, ერთიანობას უნდა ჰქონდეს შინაარსი და ის არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, რაც ჩვენ დიდი ხანია გვესმის, სულ მცირე ბოლო რამდენიმე თვეა გვესმის საქართველოში. ერთიანობას უნდა ჰქონდეს გარკვეული სტრუქტურა ჩამოყალიბებული, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ. მაგალითად, უნდა იყოს ჯგუფი, რომელიც უნდა იმუშაოს იმაზე, თუ როგორ გაიზარდოს პროტესტი. პროტესტს ასევე აქვს გარკვეული მიმართულებები, ხო, ბუნებრივია ქვეყნის მოსახლეობის 10% ქუჩაში ვერ გამოვა და ვერ დადგება მუდმივად. პრაქტიკულად წარმოუდგენელია მსგავსი რამის მიღწევა. პროტესტმა უნდა იმუშაოს ასევე იმაზეც, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს ეგრეთ წოდებული პასიური მხარდამჭერების რიცხვი, რომლებიც არ გამოდიან აქციებს, მაგალითად განან ტელევიზორთან და იმ ტელევიზორიდან უყურებენ. ტელევიზორიდან როდესაც აქციას უყურებს მოქალაქე, მას უნდა გაუჩნდეს მიმღებლობის განცდა, რომ ეს აქციაზე ვინც დგას, ეს ხალხი მის ინტერესებს წარმოადგენს. ხო, ბუნებრივია, ამასაც სჭირდება მუშაობა, ეს რაღაც PR-ის პოლიტიკური ტექნოლოგიების სფერო. ამაზეც უნდა მიდიოდეს აქტიური მუშაობა. აქტიური მუშაობა უნდა მიდიოდეს იმაზე, თუ როგორ მოვიძიოთ მაგალითად უფრო მეტი რესურსები. დღეს ძალიან სერიოზული თემაა, აი ეს რეპრესიული კანონმდებლობა და ძალიან რომელსაც კიდევ უფრო მოუჭირა მარწუხებს. და ეს ჯარიმები საკმაოდ რთულ ტვირთად აწევთ სამოქალაქო აქტივისტებს და იმ ადამიანებს, რომელსაც აჯარიმებენ, იმიტომ რომ ბუნებრივია საქართველოს ნარ ქვეყანაში რთულია უცებ რაღაც ჯიბეშხელი ჩაიყო და 5,000 ლარი ამოიღო და ჯარიმა გადაიხადო, ხო? ამ მიმართულებითაც არის საჭირო მუშაობა. საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობისას რა მესიჯები უნდა გქონდეს ჩვენ მათთან საუბრისას, როგორი სტრატეგია უნდა შევემუშაოთ, რა უნდა მოვითხოვოთ, რისი მოთხოვნა არის რეალური, რისი მოთხოვნა არის რაღაც ფანტაზიების სფერო და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მიმართულება, რაც ჩემი დაკვირვებით დღეს არის უგულებელყოფილი და რასთან დაკავშირებითაც უნდა მიდიოდეს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიები, მიდიოდეს მუშაობა მიმართულებით და ასე შემდეგ. თქვენ დაკვირვებით საქართველოში არსებულ პარტიებს შორის არსებობს იმხელა განსხვავება, ამ შემთხვევაში გულისხმობ განსხვავებას არა ადამიანურ დონეზე, არა ხასიათების შეთავსება, შეუთავსებლობის დონეზე, არამედ იდეოლოგიურ განსხვავებებს, რომ აი ეგ ერთიანობა შეუძლებელია. ან მოკეთ სხვაგვარად რო დავსვათ კითხვა, რა უნდა გადალახონ
არა ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა საიმისოდ რომ მაგ მიზანს მიაღწიონ თუ არა მიუახლოვდნენ მაინც. ხო იდეოლოგიებთან ერთიანობა დაადასტურონ შინაარსობრივადაც და ფორმითაც. იდეოლოგიასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ საქართველოში თითქმის არ გვაქვს იდეოლოგიზირებული პარტიების გამოცდილება. საქართველოში პოლიტიკური პარტიები იდეოლოგიზირებულად არიან, ასე ვთქვათ, საკმაოდ ეკლექტური. დიახ, ანუ იდეოლოგია ქართულ პარტიულ პოლიტიკაში არის მნიშვნელობას არ ანიჭებენ თუ არც იციან. ვერ გეტყვით, ფაქტია, რომ იდეოლოგიური დისკუსიები ქართულ პოლიტიკაში ძლიერი არასოდეს არ ყოფილა. არის რამდენიმე გამონაკლისი, გირჩი იყო ასეთი გამონაკლისი, რომელსაც იყო რა დღემდე არის, რომელსაც აქვს ესეთი მყარი ლიბერტარიანული იდეოლოგია. სხვა პარტიებზე ვერ ვიტყვით, რომ გარკვეული ისეთი რაიმე იდეოლოგიური ხედვები აქვს, რომელიც შეაფერხებს მათ თანამშრომლობას. საჭიროა, როგორ ფიქრობთ? ნორმალურ პოლიტიკურ გარემოში საჭიროა, რომ იდეოლოგიური ხედვები, განსხვავებული იდეოლოგიური ხედვები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. თუმცა, რადგანაც ჩვენ არ ვცხოვრობთ ახლა ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში და სახელმწიფოს გადარჩენის საკითხი გვიდგას, ეს ესეთი საკითხია, რომელზეც რომც არსებობდეს იდეოლოგიური განსხვავებები, პარტიებს ხელი არ უნდა შეუშალოს თანამშრომლობაში, იმიტომ რომ ჩვენ თუ სახელმწიფოს დავკარგავთ, ჩვენ თუ სუვერენიტეტს დავკარგავთ, შემდეგ რა მნიშვნელობა აქვს პარტიებს როგორი შეხედულებები ექნებათ. შეიძლება პარტიები საერთოდაც გაუქმდნენ. და მივდივართ ამ მიმართულებით, დღეს საქართველოს პარლამენტში არის მხოლოდ ერთი პარტია, რომელიც არ ვიცი რა ეგრეთ წოდებულ ტრიუკებს აკეთებს, ასეც რომ ხან ვიღაც გამოიყოფა და ვითომ თავის ოპოზიციას გააკეთებს, პრაქტიკულად გვაქვს ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო, რითაც გავაკეთებთ. მისი უდიდებულესობის ოპოზიციაო რო იტყვიან, რაღაც მსგავსი არსებობს, მე მგონი. ხო, ხუნდაძის გუნდის სახით. მისი უდიდებულესობის ოპოზიცია. სპენდერებს შევახსენებ, რომ ბრიტანეთის. ხო, ანუ ბრიტანეთში მისი უდიდებულესობის ოპოზიცია რეალურად დემოკრატიული პროცესი და სხვა მეორე ადგილზე გასული პარტია აყალიბებს ამას. მსგავსი სისტემა რო ქონოდა, ჩვენ შემთხვევაში ჩამოაყალიბებდა ის, ვინც მეორე ადგილზე. ჯობია თქვა, რომ მეღიმება მე თვითონ ამას რო ამბობ. კარგი, იდეოლოგია როლს არ ასრულებს, ის არ არის მნიშვნელოვანი. მაშინ რა არის? ხასიათების შეუთავსებლობა, ამბიციების შეუთავსებლობა. ვერ გეტყვით რა არის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს აუცილებლად უნდა გადავლახოთ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ამან შეიძლება ქვეყნაში იგნით ნიჰილიზმის გაღვება შეუწყოს ხელი, რომ აი, რამდენი ხანი გავიდა არჩევნებიდან და 4 პარტია ნორმალურად ერთად ვერ დაჯდა და ვერ მოილაპარაკა რაღაცას, ეს ქვეყნის გარეთაც აგზავნის ძალიან ცუდ სიგნალს. ხო, ჩვენ შეიძლება ეს დიდად არ გვინდოდეს, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო პოლიტიკა არის განსხვავებული შიდა პოლიტიკისგან. აქ შეიძლება სახელმწიფოებმა ითანამშრომლონ ისეთ ძალებთან და ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებიც მათ შეიძლება დიდად არც ეხატებოდეთ გულზე. მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკა უფრო ნაკლებად მორალურია, ვიდრე შიდა პოლიტიკა და დემოკრატია შეიძლება იყოს, ხო? აქედან გამომდინარე, თუ საქართველოში ვერ მოხდა რაიმე ისეთი ძალის კონსოლიდაცია, თანამშრომლობით, რომელიც რეალურად შეძლებს, რომ წარმოჩინდეს როგორც ოცნების ალტერნატივა, მაღალი ალბათობა არის იმისა, რომ დასავლეთში ჩვენმა პარტნიორებმა იფიქრონ, რომ ნუ კარგი მორჩა, ეს რეალობა გვაქვს საქართველოში, ოცნების ალტერნატივა ვერ გაჩნდა და ჩვენ მოგვიწევს, რომ რაღაც საკითხებზე მასთან ვითანამშრომლოთ. მსგავსი რისკები არსებობს. თუ აი ამ გინდათ ერთიანობა დაუძახეთ, გინდათ თანამშრომლობა, თუ ეს ვერ მოვახერხეთ ქვეყნის შიგნით, რისკები იმისა, რომ ოცნებას რაღაც ლეგიტიმაციის მყარი არგუმენტი გაუჩნდეს დასავლეთიდან, არის საკმაოდ მაღალი. კი ბატონო, მოდი ასე შევხედოთ. კუჩის პროტესტი ჯერჯერობით ძალაშია. და აი ეს კუჩის პროტესტი რაღაცნაირად სულის მოთქმის საშუალებას ან ერთგვარი პოლიტიკური მცონარობის საშუალებას აძლევს პოლიტიკურ პარტიებს და ამიტომ არ შეფუძხუნდებიან და არ გააკეთებენ იმას, რასაც თქვენ ამბობთ, თუ უბრალოდ ამ ადამიანურ შემოდგენლობას, რაც საქართველოს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ყავთ, უბრალოდ არ შეუძლიათ ეს რა, ან პოლიტიკურად არიან უძლურები ეს გააკეთონ. ანუ მონახონ საერთო ნიადაგი და იმოძრაონ აი ამ თქვენ მიერ ნახსენები ერთიანობისკენ. შეიძლება ორივე თქვენ მიერ ჩამოთვლილი იყოს მიზეზი ამისა ნაწილობრივ გააჩნია პარტიების მიხედვით, ხო? ნუ არ ვიცი, მე ამაზე დიაგნოზს ვერ დავსვამ და ვერ ვიტყვი რომ 100%-ით ეს ასეა. მე ისევ დავრჩები ჩემ აზრზე, რომ ნუ საჭიროა მსგავსად განვითარდეს მოვლენები, იმიტომ რომ თუ
პროტესტი მოკვდა, ასე ვთქვათ, და თუ ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ შემდეგში უბრალოდ პროტესტი ვერ გაჩნდეს. პოლიტიკური კომპეტენცია აკლიათ ქართულ პოლიტიკოსებს? პოლიტიკური კომპეტენცია რომ აკლიათ, ამაში დარწმუნებული ვარ, არ ვიცი, არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, თუმცა როდესაც ხარ საჯარო ფიგურა, როდესაც ხარ პოლიტიკოსი, კრიტიკისთვისაც უნდა იყო ყოველთვის მზად და რაღაც საკითხებში კომპეტენციის ნაკლებობა საქართველოში სამწუხაროდ აშკარაა. კომპეტენციის ნაკლებობის აი რა შევლინდება რო თქვა? ვლინდება მაგალითად დემოკრატიულ პროცესებს რომ მეუბრუნდეთ და აი ამ არჩევნების საკითხს ვლინდება მაგალითად წინასაარჩევნო კამპანიებში. თუ დავაკვირდებით ოცნება რაზე აგებს თავის წინასაარჩევნო კამპანიას. აგებს რამდენიმე საკითხი, ღირსების საკითხი, რომელიც აქამდე ქონდა, ახლა დაემატა მშვიდობის თემა. მოდი თქვათ ასე, პრინციპულად უნდა ითქვას, რომ ის რაღაცაზე ყოველთვის აგებს რა. აფუძნებს თავის კამპანიას, შეიძლება ვიღაცა გადაირიოს, არ მოეწონოს, გაბრაზდეს, მაგრამ მათ აი ეს ბოდიში და ფიშკები ყოველთვის აქვთ არჩევნებში. დიახ, რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ჩემი დაკვირვებით მათი წინასაარჩევნო კამპანიის ძალიან დიდი ნაწილი ეხება ეკონომიკას, ეკონომიკურ კეთილდღეობას, პენსიებს და ამავდროულად. რაც ბუნებრივია, ასეც უნდა იყოს და უნდა ისაუბროს ამაზე ოპოზიციურ პარტიებმა, თუმცა ბოლო 2012 წლის შემდეგ ჩატარებული არჩევნები, სულ მცირე ამ არჩევნებს თუ დავაკვირდებით, ჩვენ ნახავთ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის და რაღაც ცოდნის დეფიციტი გვაქვს ამ მიმართულებით, თუ როგორ უნდა მოვიგოთ ამ არჩევნების გული. დიახ, ოპოზიციურ პარტიებს. ერთია საზოგადოებრივ კვლევებში ამოდიოდეს ყოველი კვლევისას, რომ უმუშევრობა, ინფლაცია, მიგრაცია, მსგავსი საკითხები არის პრიორიტეტული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგივე ამომრჩეველი, რომელიც ამბობს, რომ უმუშევრობა მისი მთავარი პრობლემა საარჩევნო ყუთთან, აი ამ პრობლემიდან აკეთებს თავის არჩევას. ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა მოტივაციები აქვს ამომრჩეველს, რა არის მისთვის საარჩევნო ყუთთან პრიორიტეტული საკითხი და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ცოდნის დეფიციტი არის აღმოსაფხრელი. და ამას სჭირდება ძალიან პოლიტიკური პარტიების, მე პოლიტიკური პარტიების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კამპანიაზე დაკვირვებით მგონია, მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ მათი აზრით ძირითადი საკითხია ეკონომიკა, უმუშევრობა, ინფლაცია, სოციალური და კამპანიას მე ეს არ ეთყობა. არა, კამპანიას გარკვეულწილად აგებენ ამაზე, ძირითადად საუბრობენ ამ საკითხებზე ძალიან ბევრს, თუმცა მოქალაქეების რეაქციიდან გამომდინარე ჩანს, რომ ისინი სხვა რაღაცის გამო აძლევენ ხმას. ოცნება, როდესაც საუბრობს რაღაც ღირსებაზე, რაღაც ფსევდოკონსერვატიულ ღირებულებებზე, ეროვნულობაზე, ან პრაქტიკულად მონდომება უნდა იმას, რომ ოცნებას, აი ასეთ ძალას, რომელიც დიდი ხანი ემართავს ქვეყანას და პრაქტიკულად ქართულის არაფერი არ ეტყობა, დაუთმო ეროვნულობის თემა. ხო? დღეს ქართული ოცნება პოზიციონირებს როგორც ქართული ეროვნული ტრადიციული ღირებულებების მატარებელი პარტია, რომელიც სინამდვილეში რადიკალურად განსხვავებულია, ხო? მაგრამ მათ და შესაძლებლად უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგად მოახერხეს აი ასეთი პროფილის შექმნა ამორჩევლის გარკვეულ სეგმენტში, რასაც ოპოზიციური პარტიები ვერ ახერხებენ სამწუხაროდ. და ამ მიმართულებით არის გამოსასწორებელი. არის ძალიან ბევრი სხვა. მე შეხვედრი ვარ ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლებს, რომელთაც ღიად უთქვამთ და ღიად თქმა გულისხმობს ეთერში თქმას, რომ პრობლემა არის ხალხში. თუმცა პრობლემა არის ხალხში და ხალხია პრობლემა და მე რო არ მირჩევენ, ეს არის ჩემი პრობლემაც და ხალხის პრობლემაც, იმიტომ რომ არ ესმით ჩემი, აიგეთ დამოკიდებულება აქვს პოლიტიკოსებს და ხო გერონთ გაუმხელიათ. მე მგონია რომ ასეთი გამხელა ახლოა ხელჩაქნევასთან პოლიტიკურ კარიერაზე რა, თუ ამბობ რომ ხალხი არ ვარგა კი არა, ნუ ხალხის ბრალია მე რო არ ამირჩიეს, ნუ მაშინ ჯობია რომ შეთვითონ ჩაიქნიო ხელი პოლიტიკურ პროცესზე. მაგრამ თქვენ ახლა არაპირებთ კენჭისყრას და მე თავს უფლებას არ ვიცი ვაპირებთ, მაგრამ ნუ მოდი ისე შევხედოთ რა, რომ აი არაპირებთ გარედამკვირვებელი ხართ. თვითონ მოქალაქეებზე, მოქალაქეების დიდ მასაზე რა შეიძლება ითქვას? არის ქართველი ამორჩეველი, საქართველოს ამორჩეველი, მოდი ესე ვთქვათ. საქართველოს ამორჩეველის კრიტიკული მასა, უმეტესობა არის იმ კატეგორიისა, რომელიც შეესაბამება და რომელიც რეაგირებს ემოციურადაც და ინტელექტუალურადაც არჩევნების დროს სწორედ ქართული ოცნების შეტყობინებებზე და არა დანარჩენების. ხო?
ეს არის უპირატესად ქართული ოცნების ამორჩეველი თავისი ღირებულებებით, პრიორიტეტებით, ვნებებით და ასე შემდეგ, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი ის ასეთია საქართველოს. ვერ ვიტყვით რომ რაღაც ერთგვაროვანია არსებობს ამორჩეველი რომელიც მუდმივად ქართულ ოცნებას აძლევს ხმას ამით ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს ამის არსებობს ამორჩეველი რომელიც მუდმივად ოპოზიციურ პარტიებს აძლევს ხმას და შეიძლება არსებობს ამორჩეველი სადაც ჩემი აზრით დემოკრატიული ძალები აგებენ ვიტყვი რომ ვაგებთ არის ეგრეთ წოდებული გადაუწყვეტელი ამორჩეველი, რომელიც მუდმივად ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ მომწონს, მაგრამ შემდეგ მიდის და ქართულ ოცნებას აძლევს ხმას. ამის მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის აი ეს რაზეც წინას ვისაუბრეთ, ოპოზიციური პარტიების არასწორი მიდგომები, მაგრამ ამავდროულად შეიძლება სამართლიანობისთვის უნდა ითქვას ისიც, რომ ძალიან არათანაბრად არის გადანაწილებული რესურსები. ხო, მედია, იგივე მედია რესურსები, ის რომ პოლიტიკური დისკუსია არ არის ქვეყანაში და მკვდარია. და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უყურებს იმ არხებს, რომლებიც აშკარად მხარე არიან და აშკარად მიკერძოებული არიან ოცნების მიმართ. ეს ქმნის გარკვეულ არათანაბარ ველს და უზღუდავს ოპოზიციურ პარტიებს იმ ამორჩეველზე გასვლას, რომელიც პირობითად თავისი დროის დიდ ნაწილს ატარებს ტელევიზორთან, სადაც ტელეკომპანია იმედი არის ჩართული. ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა ამ მიმართულებითაც უნდა ემუშაონ, იმიტომ რომ ბუნებრივია ყველგან ყველა ტელევიზიაში ვერ იქნები და არსებობს ეს ობიექტური რეალობა, ეს შეზღუდვა, არ გეძახიან. არ გეძახიან, და რაღაცნაირად ეს უნდა დააბალანსო. ამის ბალანს შეიძლება იყოს უფრო ხშირად გასვლა რეგიონებში, უფრო ხშირად სოციალური მედიის გამოყენება, უფრო ისეთი აქტივობები დაკავება, რომელიც ამორჩეველს გაუჩენს იმის საშუალებას, რომ აი ეს პოლიტიკოსი რაღაცით მე მგავს. აი ამ პოლიტიკოს შეუძლია ისეთი რაღაც გააკეთოს, რაღაც ისეთი უშუალოა, რომ ვერ იფიქრებ, რომ როცა ეს რაღაც თანამდებობაზე მოვა დამივიწყებს ან რამე მსგავს. მოკლედ, ბევრი რაღაცა ინოვაციური რაღაცების მოფიქრება არის შესაძლებელი და აუცილებლად გასაკეთებელი, იმიტომ რომ არის რეალობა, რომელსაც ვერ ცვლი, რადგანაც არ გეძახიან, ასევე არ მოდიან იმ ტელევიზიებში სტუმრად და დებატებზე არ გიჯდებიან, სადაც შენ გეძახიან და გარკვეულწილად ეს უნდა დააბალანსო. და ამ მიმართულებით არის მუშაობა აუცილებელი, რაც არ მინახავს რომ აქტიურად. გასაგებია. მოდი ერთი კითხვაც. საერთაშორისო პოლიტიკას რო გავხედოთ, მე მესმის ახლა წინასწარმეტყველი არავინ არ არის რა, რომელსაც გადმოვა საიდუმლო ცოდნა მომავლისა. არა. მაგრამ შეგვიძლია გავაანალიზოთ, გავხედოთ უკვე შეცვლილ ან ახალგაჩენილ ტენდენციებს საერთაშორისო პოლიტიკაში და ვთქვათ, ვივარაუდოთ ყოველ შემთხვევაში, რომელი უფრო ალბათურია, რომელი საერთაშორისო ფაქტორებიდან საერთაშორისო პოლიტიკის ფაქტორებიდან რომელი შეიძლება გახდეს აქტუალური ისე რომ ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული პროცესების შემოქცევას უკან შემოქცევას გულისხმობს დაბრუნებას ნელ-ნელა დემოკრატიულ რელსებზე, იმიტომ რომ ჩვენ ახლა არ ცხოვრობთ დემოკრატიულ გარემოში. დემოკრატია რო უყურებთ დგას აი ამ ადამიანების აქტივობაზე, რომელთაც შეუძლიათ ქუჩაში გასვლა, არ ეშინიათ ამისი და კიდე რამდენიმე მედია საშუალებაზე, საიდანაც ისმის კრიტიკული აზრი სტაბილურად. ბოლო არჩევნებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში შეცვალა ძალიან ბევრი რამ, ამაზე მხოლოდ მე არ ვსაუბრობ, მხოლოდ თქვენ არ საუბრობთ, ამაზე ბევრიც წაგვიკითხავს, ბევრიც გვინახავს. დონალდ ტრამპის არჩევა ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში პროგნოზები გახდა კიდევ უფრო რთული, ვიდრე აქამდე იყო. იმიტომ რომ თვითონ ამ ადამიანთან მომუშავე ოფიციალურ პირებს, რომლებიც პირველ ადმინისტრაციაში იყვნენ მასთან, არაერთხელ ვთქვამთ, რომ ტრამპი არის საკმაოდ არაპროგნოზირებადი. არ იცი ხვალ რას გააკეთებს, არ იცი ზეგ რას გააკეთებს. ეს შეიძლება იყოს შეიძლება აღმოჩნდეს საერთოდ კარგიც. ესეთი რაღაც გააკეთოს, იგივე უკრაინის ომთან მიმართებაში, რასაც არავინ არ ელოდა. უფრო აქტიურად მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე და ამ შემდეგ. მოკლედ, არ ვიცით, პროგნოზი ვერ გაკეთდება. წინა მმართველობამ თუ გახსოვთ, ტრამპის მმართველობას გულისხმობთ, რაში დაადასტურა მისი თანმიმდევრულობა?
სხვათა შორის ობამას ადმინისტრაციასაც დაიწყო ჩინეთის აღმავლობასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ფოკუსი გადავიდა უფრო ინდო-წყნარი ოკეანის მიმართულებით და ეს ეტაპობრივად გადიოდა ევროპიდან. ეს გააძლიერა შემდეგ ტრამპმა და ჩინეთთან მიმართებაში ტრამპს და იმ ადმინისტრაციას, რომელიც მის ირგვლივაა შემოკრებილი, სჯერა რომ მომდევნო 100 წლეული იქნება შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პაექრობა და ამ მიმართულებით შეერთებული შტატებმა უნდა ჩადოს მაქსიმალურად მეტი რესურსი და ევროპამ უნდა მიხედოს თავის უსაფრთხოებას. მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდა ტრამპს პირველ ადმინისტრაციაში და ეს სავარაუდოდ გაძლიერდება ახლაც. ერთადერთი, რასაც დემოკრატიის წინააღმდეგ იყენებენ ადგილობრივი პრორუსული ძალები არის ხარჯების შეკვეცის პოლიტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ტრამპი და ტრამპის ირგვლივ შემოკრებილი ადამიანები არიან კონსერვატიული შეხედულებით, ეკონომიკურად კონსერვატიული შეხედულებების მატარებლები. პირველ რიგში მას ჰქონდა გადასახადების შემცირების პოლიტიკა, უბრალოდ პირველ რიგში გადასახადების შემცირების პარალელურად ტრამპმა ვერ მოახერხა ხარჯვითი ნაწილის შემცირება, რასაც ბიუჯეტი გაყავს დეფიციტში, იზრდება ვალი, რაც სახიფათოა შეერთებული შტატების ნებისმიერ სახელმწიფოსთვის. ამ ადმინისტრაციაში ის, რაც ახლა კეთდება იგივე USAID-ის ირგვლივ სხვა სამთავრობო აგენტოების ირგვლივ მთავრობის ხარჯებთან დაკავშირებით, ჩემი დაკვირვებით ტრამპი ცდილობს იმას, რომ შეამციროს ბიუჯეტის დეფიციტი, შეაცვლოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და შეამციროს გადასახადები, რომელმაც შემდეგ უნდა დაბუსტოს და უფრო მეტად გაზარდოს ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა, რომ უფრო კონკურენტუნარიანი იყოს ჩინეთთან. და ამას ადგილობრივი პრორუსული ძალები იქნება ეს ოცნებად მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები, პირები თუ ასე შემდეგ, მედია თუ ასე შემდეგ, იყენებს არაკეთილ სინდისიერად, მოკლედ რომ თქვა, თითქოს რაღაც deep state-ს ებრძვის ტრამპი ან რაიმე მსგავსი. რაც ბუნებრივია, ტრამპი მათთვის მაშველე რგოლი არ არის. მე ამაში დავრწმუნდი ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე, იმიტომ რომ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ოცნების წარმომადგენლები კონტაქტში გავიდნენ ტრამპის რომელიმე წარმომადგენელთან. არც ერთი შეხვედრა არ ყოფილა, არც ინტერვიუ არ ყოფილა. არც ტელეკომპანია იმედზე და არ ყოფილა არანაირი შეხება ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან. მაშინ, როდესაც იგივე ზურაბიშვილი შეხვედრია ტრამპს მართალია მოკლედ, მაგრამ მაინც იგივე ინაუგურაციაზე დაპატიჟეს, სადაც ოცნების წევრები არ ყოფილან. ან მაქსიმუმი რაც მოახერხეს არის ეს, რომ ჩამოიყვანეს რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი კიმბერლი ლო, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, ინაუგურაციის დღესაც კი გარეთ იჯდა, შიგნით შესასვლელი ბილეთიც კი არ მისცეს. ხო, მოკლედ ტრამპი მათთვის მაშველე რგოლი არ არის, მოკლედ რომ ვთქვათ. თქვენ ახსენეთ ევროპის უსაფრთხოება, აქამდე ჩვენ წარმოგვიდგინა, რომ ევროპის უსაფრთხოება იყო განუყოფელი რამ ამერიკის უსაფრთხოებისგან, იმიტომ რომ NATO არსებობს და ახლა NATO რა არის? ბავშვმაც კი იცის, ვინ არის NATO, ხო? ხო და ამ დროს თქვენ ბრძანებთ, რომ ტრამპმა შეიძლება და ეგ პირველ ვადაშიც ჰქონდა. ეგ ასე ვთქვათ მიმართულება, რომ თქვენ მიხედეთ თქვენ თავს რა, ან უპირატესად თქვენ მიხედეთ, იქ მახსოვს რამდენიმე ქვეყანას მოუწოდებდა გერმანიას მათ შორის, რომ პრინციპში შეთანხმებითა და კანონით განსაზღვრული ნაწილი მთლიანი შიდა პროდუქტისა დაეხარჯა სწორედ სამხედრო მიზნებისათვის. ამას მოუწოდა, როგორც მახსოვს პირველ ვადაში ესე იყო 2% დაიხარჯა. და ახლა თუ შეერთებული შტატები ხანგრძლივ კონცენტრაციას აპირებს სულ სხვა მიმართულებით, ანუ ჩინეთის შეკავების მიმართულებით, ევროპის უსაფრთხოების საკითხი რჩება ევროპის ამარა, მხოლოდ მარტო მის ამ კონტინენტის საქმე არის, თუ მას დაჭირდება და ჰყავს უკვე მოკავშირეები ამაში. ევროპას? ხო. ჩემი აზრით, ვფიქრობ, რომ როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს ამერიკის შეერთებული შტატები ევროპიდან ბოლომდე არ გავა და ვერ გავა ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ის არის ჯერჯერობით ერთადერთი გლობალური სუპერსახელმწიფო მსოფლიოში. თუ შეერთებული შტატები ევროპიდან გავა ისე, რომ ევროპას ვერ შეეძლება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჯეროვნად, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება იქ შეერთებული შტატებისთვის მტრული აქტორების გავლენები გაიზარდოს, რაც არ არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. ვინ არიან ეს შესაძლო მტრული აქტორები? ეს შეიძლება იყოს ჩინეთი, რომელიც ჯერჯერობით,
მხოლოდ ჯერჯერობით ძირითადად ეკონომიკურ ექსპანსიას ეწევა და ცდილობს რომ მაქსიმალურად გლობალური გახადოს თავისი ეკონომიკური ინტერესები. თუმცა ჟანრის კლასიკა აჩვენებს რომ ეკონომიკური ინტერესებს მოძდებს შემდეგ სამხედრო ინტერესები, იმიტომ რომ ეს ეკონომიკა უნდა დაიცვა და დაცვისათვის ყველაზე ხელსაყრელი არის ხისტი ძალა. ხო, აქედან გამომდინარე შეერთებული შტატების ინტერესებში არ უნდა იყოს ევროპის ბოლომდე მიტოვება და ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მეუხედავად იმისა, რომ ევროპული სახელმწიფოები დღეს არ არიან ისეთი ძლიერი და გლობალური სახელმწიფოები, როგორიც იყვნენ თუნდაც ერთი საუკუნის წინ, მაგრამ ისინი მაინც საკმარისად ძლიერები არიან, მაინც საკმარისი პოტენციალი აქვთ იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებს დაეხმარონ ჩინეთის შეკავებაში იგივე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე. თქვენ დღემდე ნახავთ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ბრიტანული სამეფო-საზღვაო ფლოტის ხომალდები, ფრანგული ხომალდები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შედიან და იქ პატრულირებენ და იცავენ ნავიგაციის თავისუფლებას. სამხრეთ ჩინეთის ზღვა თანამედროვე მსოფლიოში არის შეხების პირველი ხაზი შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ინტერესებს შორის. იქ ჩინეთი ცდილობს, რომ მთლიანი ზღვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თავისი სავაჭრო და ეკონომიკური მნიშვნელობით და ასევე თევზჭერის კუთხით, რომელიც ჩინეთში მინიმუმ რამდენიმე მილიონ ადამიანს ასაქმებს, მოკლედ შეხების პირველი ხაზი შეერთებული შტატებისა და პირველი ცხელი ხაზი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არის სამხრეთ ჩინეთის ზღვა და აქ ჩინეთის ტერიტორიული წყლებია ეს? არა, ჩინეთის ტერიტორიული წყლები არ არის, სამხრეთ ჩინეთის ზღვა არის ზღვა, სადაც ტერიტორიული წყლები აქვს ძალიან ბევრი. სახელმწიფოს უბრალოდ სამხრეთ ჩინეთის ზღვას ჩინეთის ოფიციალური პირები მოიხსენიებენ როგორც ჩინეთის ლურჯ მიწას. ანუ აქ ჩინეთის ინტერესები გადის ტერიტორიულ წყლებს მიღმა და ამბობს, რომ მისი სუვერენიტეტი ვრცელდება თითქმის მთლიანად მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე და მას შორის შედიან ისეთი ქვეყნების ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში, როგორიც არის ვიეტნამი, ფილიპინები, რომელიც შეერთებული შტატების ძალიან კარგი ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირეა რეგიონში და ამ შემდეგ. მოკლედ, ხო და აი ამ მიმართულებით ევროპელები აქამდე თანამშრომლობდნენ შეერთებულ შტატებთან და შეერთებულ შტატებს უნდა რომ ჩინეთთან დაპირისპირებაში გამოვიდეს გამარჯვებულად, ის მაქსიმალურად უნდა მოუფრთხილდეს იმ ალიანსების სისტემას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა შეერთებული შტატების ირგვლივ და ამაში ევროპას ექნება მომავალში საკვანძო მნიშვნელობა. ქართული ოცნებით დავიწყეთ და ვამთავრებთ გლობალური პოლიტიკით. დიახ, აი ამ რეალობაში ქართული ოცნების ადგილი სად არის, მე არ ვიცი, იმიტომ რომ ჩვენ მყავდეს ახლა მინიმუმ საქართველოშია. ჩვენ მყავდეს ახლა ეროვნული მთავრობა, რომელიც საქართველოს ჭეშმარიტად იცავს საქართველოს სუვერენიტეტს. რასიზამდა. დიახ, ახლა ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ იმაზე, რომ კასპიის ზღვის მდიდარი ბუნებრივი რესურსები ჩვენი გავლით შევიდეს ევროპაში, იმიტომ რომ თურქმენეთი არის ბუნებრივი აირის რესურსებით სოფლიოში ნომერ მეოთხე სახელმწიფო. დღეს თურქმენეთის გასახების ძირითადი ბაზარი არის ჩინეთი. ეს თვითონ თურქმენეთის ინტერესით შეიძლება იყოს თავისი ბაზრის დივერსიფიცირება. აი ამ მიმართულებით აქტიური მარტო ჩინეთთან არ იყოს მიმული ამასა. დიახ, თვითონ თურქმენეთი რომ ამავდროულად ჩინეთამდე იყო აი ასეთი ანომალიური ვითარებაც. მახსოვს თურქმენული გაზი მიდიოდა უკრაინის გავლითაც, ხო? დიახ, აი მაგაზე მინდოდა საუბარი, ერთგვარი ანომალია იყო, რუსები ყიდულობდნენ თურქმენებისგან იაბგაზს და შემდეგ ძვირად ყიდდნენ ამას ევროპაში. და დღეს რომ ევროპა მაქსიმალურად ცდილობს დისტანცირდეს რუსეთისგან და მასზე აღარ გახდეს დამოკიდებული, ამ მიმართულებით შემეძლით აქვს ამ პროექტებს პოტენციალი, თუმცა იმ ვითარებაში, როცა თბილისიდან ევროპელების ლანძღვისმეტი არაფერი ისმის, მსგავს პროექტები როგორ უნდა განხორციელდეს, ჩემთვის ცოტა არ იყოს რთულად წარმოსადგენია. კარგი, მოდი ამ მრავალწერტილით დავამთავროთ. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და გადაცემა მე მსმენელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო გიორგი ხარებავა, ჭავჭავაძის ცენტრის კვლევარი. ამით გემშვიდობებით დღეს 11 თებერვალს თეა ბიჭაშვილი ხმის რეჟისორი, ლელა ვაშაკიძე გადაცემის რედაქტორი, წამყვანი დავით ბაიჭაძე. ნახვამდის. ღია სტუდია დავით ბაიჭაძესთან ერთად.